ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად საკვებით ინტოქსიკაციისა და ნაწლავური ინფექციების რისკი იზრდება. მიზეზი ხშირად სეზონური ხილი და არასათანადო პირობებში შენახული პროდუქტი შეიძლება გახდეს. ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის კახეთიონის ექიმი ეკატერინე ლიპარტაშვილი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს რეკომენდაციები დაიცვან. ზაფხული გამოირჩევა სეზონური, ისევე როგორც ყველა სეზონი, თავისი დამახასიათებელი სეზონური ინფექციებით და კუჭ-ნაწლავის ინფექციებით არის ეს ძირითადად გამოხატული და კვებითი ინტოქსიკაციით. ანუ გვაქვს როგორც კუჭ-ნაწლავის ვირუსული ინფექციები, ასევე კვებითი ინტოქსიკაციები. ძირითადი სიმპტომები ამ ორივე დაავადების, ასე რომ ვთქვათ, არის შემცირება, ფაღარათი, გულისრევა, ღებინების შეგრძნება, შეიძლება გქონდეს ორდღიანი ტემპერატურაც. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიმპტომები, ღებინებაც და ფაღარათიც უკავშირდება გაუწყლოებას, პაციენტები საჭიროებენ წყლის დიდი რაოდენობით მიღებას ზაფხულის დღეებში. მინიმუმ 2 ლიტრი წყალი აუცილებლად უნდა მიიღოს, როგორც მოზრდილმა, ასევე ბავშვმა დღის მანძილზე, განსაკუთრებით ცხელ პერიოდში. თუ აღნიშნულმა სიმპტომებმა გადააჭარბა 2 დღეს ხანგრძლივობით, აუცილებლად პაციენტმა უნდა მიმართოს სტაციონარს და უნდა ჩაუტარდეს დეზინტოქსიკაციური თერაპია. გვაქვს ისეთი ინფექციებიც, რომელიც უკვე ინფექციონისტის ჩართვას საჭიროებს მოგვიანებით. ამის ძირითადი მიზეზი არის ხოლმე მალფუჭებადი საკვების მიღება ზაფხულში, განსაკუთრებით რძის პროდუქტების და ცხიმიანი საკვების, რომელსაც თავისი შენახვის პირობები აქვს, თავისი სამაციურე ტემპერატურული პირობები აქვს და როდესაც ეს პირობები უკვე ირღვევა, ამ შემთხვევაში ხდება ამ ინფექციების გამოვლენა და ზოგჯერ საჭირო ხდება, წახან როგორც აღნიშნეთ, ინფექციონისტის ჩართვაც.